აი სუნი უკვე წამოვიდა მე მგონი არა. ნუ ისეთია ვაპორეტო. მე მეგონა რაღაცები უნდა ჩაგვეცვა. ეს მართლა გასეირნება ეს ხო არ არის რაღაც სამეცნიერო კვლევითი ვაიმე რა მგონია. ქირურგიული ჩარევა თბილისის ტანში იყო ეს სანაპირო, რომელიც აი საბჭოთა დროს გაკეთდა. ამხელა ტროტუარია მდინარისპირას და ხალხს იქ ვერ ვხედავთ. კულტურის სამინისტრო ხავსით არის დაფარული და მიაქცია განსაყურადღება. ხიდები დახტა. მამა ჩემსაც გადასურულია. კარგი იყო ეს გასეირნება. აი უფრო სუფთა რო იყოს, უფრო კარგი იქნებოდა. Après moi, le déluge, რომელმა ლუდოვიკო თქვა არ მაქცევ. ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა. სადაც ნავები დგას, იქით წამოდითო. ხედავ გვანცი ნავებს? ეხლა სწორად მოვდივარ? კარგი, წავედით. კარგი. 2 1 2 3 ეხლა საით მივდივართ? თქვენ გვაჩვენეთ. კარგი. თქვენ სახელი უკაცრავად? ისაკო. აი სუნი უკვე წამოვიდა მე მგონი არა. ვაიმე ეს ყავისფრად შეღებეს. უი ხო. ორტენ ნაეპირად დავაკვირდი ახლა რა. როგორ იცვლება ისე რომ ვეღარც ეს მოდე ვერ ეწევი. აჰა, ნუ ისეთია ვაპორეტო. ვაპორეტო, წავედით კონციკო. მოდი. აჰა. ეცინიკა აბა წყალზე არ მუშაობს? მე მეგონა რაღაცები უნდა ჩაგვეცვა. ვაიმე რა მგონია. ჩავისვა არ ვიცი, ჩავიცვათ? არა, ვიყოთ ესე ჯერ და მე. ჯერ სანამ არ დავიხჭობით ის. მე ჩავიცვათ. ეს არის ის სანაპირო, რომელმაც ძველი ქალაქი მოაცილა დინარეს. ეს იყო აი ვახუშტის გეგმაზე რომ ვლაპარაკოთ ხოლმე ამდენს. აი სწორედ ეს არის ის იმ ძველი თბილისის, რა ქვია, 1735 წლის თბილისის არისტოკრატიული უბანი ეს ნაწილია რა და მე აქეთ უკვე იქით მივდივართ. სამეფო უბანია, იმიტომ რომ მეფის სასახლეც აქ იყო, ხო? ცოტა სიღრმეში, აგერ სულ რაღაც ერთი ციტადელი, ზარაფხანაც აქ იყო. კერძო ბაღები იყო, ალბათ საზოგადოებრივი ბაღების ცნება მაშინ. ხო, მაგრამ ნუ მწვანე რო იყო, თავარი ეს არის. მაგრამ ქეიფები რო იყო, აი ქეიფები ის ხიდის იქით არის და ეს იქ რა ქვია, ქართული ბოჰემა იქ იფურჩქნებოდა და ეს გრიგოლ ორბელიანები და მთელი ეს ლოპიანა და ხო და რაღაც მელიტონ ბარათაშვილი მათ ხარჯავდა მთელ თავისი იმის მაგრად ოჯახისთვის მიეხედა იქ ესე ამ ცხოვრებას. აი იქ იყო ნაცაკანოვის ხიდი, რომელიც კახეთის ხიდის იმით სახელითაა ცნობილი და აი ესე გადადიოდა, სხვა შორის ეგ ხიდის ფოტოები ჯერ კიდევ არსებობს. ქირურგიული ჩარევა თბილისის ტანში იყო ეს სანაპირო, რომელიც აი საბჭოთა დროს გაკეთდა. როგორ შეიძლებოდა მისი აცილება მაგაზე გაუთავებლად შეიძლება საუბარი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ აი ახლა უახლოვდებით სწორედ იმ გულს თუ რა ვიცი, ყველაზე საინტერესო ადგილი რაც იყო ძველ თბილისში. ჩემთვის ეს იყო აი ეს მეტეხის ის ორი ხიდი, ეს კავშირი მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს შორის, ის ორი ქარვასლა. ეხლა ვერ ვიტყვი რომ აკლემები საჭიროა დღეს და რაღაც ის რიყეს დაუბრუნდეთ, რომელიც სწორედ ესეც კუნძული იყო თავის დროზე და უნდა მიუბრუნდეთ მაგ თემას. ხო, მაგ თემას მიუბრუნდეთ, მაგრამ ნუ აი ეს რაც იყო აი რაღაცა урბანული თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი და ნებისმიერი ასე თქვათ ქალაქის მოყვარული თავრობა ამას რაღაცნაირად
შეინახავდა იმისთვის, რომ მისი გამორჩეულობა და მისი თვითყობა კიდევ უფრო გაემძაფრებინა, მაგრამ სხვა დრო იყო და დღეს უყურებთ არქიტექტორ სერგო დემჩინელის, იგივე დემჩინსკის და კონსტრუქტორ ჩომახიძის მიერ ომის შემდგომ აგებულ ხიდს, რომელიც, რა ვიცი, ახლა იმ ეპოქის მახასიათებელია, მაგრამ დაკარგულია აი ორი ნაპირის ის უნიკალური ერთიანობა, რასაც ეს ორი ხიდი ქმნიდა. აი ის ხიბლი, რასაც ამ ქალაქის და მდინარესის, აი და ეს რო არის დაჭრილი გზა და ეს ურთიერთობას უშლის. შეიძლება ქალაქის არსებობის მნიშვნელოვანი არტერია, მაგრამ იმაზეც უნდა ფიქრი ხანდახან, რომ აი ეს მაშინ სხვანაირად ფიქრობდნენ. არტახებში მდინარის ჩასმა არ ახალია, ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქშიც იგივე ის არის. როგორ არის ეს გაკეთებული, ეგ სხვა საქმეა და ეს მაინც ამხელა, აი დღესაც ხო ხედავთ, რომ ამხელა ტროტუარია მდინარის პირას და ხალხს იქ ვერ ხედავთ, არა? ეს არის რაღაცა ის, რისთვის გინდა ეს ამხელა ტროტუარი თუ ან როგორი იყო, რა იყო ის, თქვა რაღაც სხვანაირი აზრი არსებობდა, როგორ უნდა გაკეთებული იყო, რამდენად უწევდნენ იმას ანგარიშს და რამე თუ გაითვალისწინეს. მე როცა დავიწყე სხვა შორის ქალაქ პროექტში მუშაობა, იყო ეგეთი არქიტექტორი ვაჟა ჩაგუნავა და დათო გუნცაძეა კიდე დღესაც ვაჟა გარდაიცვალა, დათო ჩვენ ხელაა და აი ისინი აკეთებდნენ ამ ნავმისადგომების პროექტებს რა. უნდათ გაცოცხლება, ეს 80-იანი წლების დასაწყისში ხდება და უნდათ აი წუნადან გვახსოვს ჯერ კიდევ ეს ქარაფი და იქ ტირზე რო არიან და ეს გულდამწვარი წუნა და იქ რაღაცა მთელი ეს ბოჰემა, ეხლა შეიცვალა ეს ბოჰემა, ხო ხედავ რა კომფორტულად გზავრობ. ეს სახლები ახლები 80-იანებია თუ მე არა კაცო ეს 90-იანები ეს არის უკვე დამოუკიდებელი საქართველო რასაც აი ჩვენ და ცდილობენ მიბაძონ ხო? აი ხო და როგორ მიბაძონ რამდენად კარგად იციან და ესმით ის თბილისის ის ღირებულება აქ არის ღირებულების აღქმის პრობლემა რეალურად რა იმიტომ რომ თან უნდათ რომ თავისი თავი ჩანდეს უნდა იყოს ის ვინც ამტკიცებს ამას რაღაც ის იმდენად პროფესიული შემოდგომობა უნდა იყოს რაღაც ისეთ კორექტულად მიუთითოს ამ ადგილის მნიშვნელობაზე, ფერი იქნება, თითოეულ რიკულსაც კი აქვს, როგორ რიკულს, როგორ ათანამედროვებ, არა? აი სხვა ეხლა რახან მივუახლოვდით კურორტოლოგიის, ყოფილ კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტს კონიაშვილის სახელობისას, არა? არ შემიძლია არ თქვა, რომ როცა აი ლავრენტი ბერი ამ ქალაქს ჩაუდგა სათავეში, მას უნდოდა აი ეს მთელი ტერიტორია გადაექცია სანატორიუმად. და აი ეს კონსტრუქტივისტური შენობაა, კარბინი, ჟიტკოვსკი და მესამე აღარ მახსოვს გვარი გამახსენდება, შეიძლება გამახსენდეს. იმათმა გააკეთეს აი ეს შენობა. აქ მე ნამყოფი სხვა შორის სააკაშვილის მამა იყო მაშინ დირექტორი ამ დაწესებულების და თავის კაბინეტში ჰქონდა უზარმაზარი სურათი სიდამონერის თავის დახატული აი როგორი უნდა იყოს ნახატი იყო იმ სანატორიუმის
თოლიები და პატარა ისა აქვთ მოწყობილი, სიმყუდროვე რაღაცა რა. ყველაფერი, აი ნუ იცი რა შეა საქმე, ეს არის რაღაცა ქალაქი რასაკვირველია ვითარდება რა. და რაღაცა მინიშნებები ყოველთვის რჩება. ძალიან ბევრი რაღაცაა, ხო იცი, ახლა ჩვენ ეს მართლა გასეირნება, ეს ხო არ არის რაღაც სამეცნიერო კვლევითი ის, მაგრამ ნუ აი რაღაცაერებს ვაკვირდებით, ვცდილობთ რომ დავინახოთ ახლა ამ მტკვრის დონე აწეულია, ხო? და ის იმდროინდელი მტკვარი კიდე სხვა იყო და ეს კლდე იმ მტკვართან კიდე უფრო განცდას ამძაფრებდა, იმიტომ რომ კლდე უფრო მაღალი ჩანდა ეს მდინარე და რაღაცნაირად მართალია, როცა დონე დაწეულია. ხო, რასაკვირველია და როცა დონე დაწეულია იქით უკანა გზაზე ჩვენ შეიძლება დავინახოთ ის იმ ქარვასლების საძირკვლებიც კი ამოდის ხოლმე. ნახე რა საინტერესო აი სილუეტია აი ამ თაწმინდის ფერდების არა გეძვირფასება და რაღაცა ბუნების ძეგლია და მე ხედავ რომ ამ ბუნების ძეგლს რაღაც არასათანადოდ ეპყრობიან რა ნუ რატო უნდა გინდოდეს ახლა ვთქვათ ეს სხვა შეიძლება სულ გაუწვანებელი იყო ეგ უნდა მეკითხა ხა ეს რაღაც თიხისფერი იყო უფრო ხო აბა ის ეს თბილისი როგორ აშენდებოდა ეს ხო ის კედელია ჩვენ რო წინა სეირნობის დროს ის იქიდან სხვა მხრიდან დავინახე აი ეს არის გარშემო ციტადელი კალა ეგ არის ციტადელი რომელიც აკრავს ძველ ქალაქს და სამწუხაროდ ამ მე-19 საუკუნის ბინადმშენებლობამ ეს იმდენად დაანგრია რომ ციტადელის ერთიანად აღქმა შეუძლებელია რეალურად ფაქტია რომ რაღაცა ბევრი დაიკარგა იმ ხიბლისგან მთელი რიყე თქვათ ჩემი ბავშვობაში აქ მამიდა ცხოვრობდა და თქვათ მე მოვესწარი იმ დროს როცა რიყე იყო განაშენიანებული და ნუ აი 70-იანი წლის დასაწყისის დიდმა წყალდიდობებმა საბოლოოდ გადააწყვეტინა ქალაქის ხელისუფლებას რომ ეს ადგილი გაეწმინდა ეს სიჭრელე რა თბილისისთვის დამახასიათებია, მაგრამ ის რაღაცა უფრო გაერთიანებული სიჭრელეა რა. რასაც ჩვენ აი აქეთ ამ ხარეს ვხედავთ ახლა, რაღაცნაირად აი უფრო სიჭრელე არ არის რა, უფრო აჯაფსანდალის იმას სტომებს, ნუ ხო, რაღაცა ისე მწვანე ქშველის, ეს მწვანეში რომ ვარდება ეს ყველაფერი, ხო? რაიტის რჩევა იყო ეგ ამერიკელი გენიოსის რომ თუ შენობა არ გამოგდის, მიდი აუში რაღაცა მწვანე რომ შენი ასე თქვათ უნიჭობა დაფარო. კულტურის სამინისტრო ხავსით არის დაფარული და მიაქცია გვანსაყურადღება. გასათუ შეიძლება ხავსი აღბეჭდოთ. ჭარებში ახლა თორე სიძულვის ზედაც ჩაგვიწვიან და მადათოვის კუნძული. ხო, მადათოვის კუნძულზე ვართ ახლა და ეს არის ის უმნიშვნელოვანესი კუნძული. აგერ მწერლებმაც წიგნები მიუძღვნეს, პოეტებმა ლექსები და აი ეს იყო ის კუნძული, რომელიც აი ამ 30-იანი წლების ურბანული განვითარების სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ქალაქის სწორი განვითარებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ ტოტის დაშრობა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. ლევან, როგორ გახსოვთ თქვენ ეს მადათოვის კუნძული? კუნძული არ მახსოვს, იმიტომ რომ ეგ ანუ ეხლა კიდევ სხვანაირია. ეხლა სხვანაირია, არაფერი, მანდ იყო დინამოს სპორტ საზოგადოება, დინამოს, ანუ მილიციელების სპორტ საზოგადოების კორტები და აქ აი სადაც იუსტიციის სახლია, მანდ იყო წყალჯომარდობის კომპლექსი და იყო ეს ძალიან ლამაზია ეს რვიანი აკადემიური ნიჩბოსნობა, რასაც ქვია და ეს რაღაც ვაკავშირებს იმასთან, რა ქვია,
ძველ, ანუ ტივების ახლა ვერ მოვესწარით და თბილისობის დროს კი შეკრავდნენ ხოლმე. სატივეც აღარ არსებობს და ახლა ჩვენ აქ რომ მოვდიოდით მანქანით, ნახეთ რომ იქაც რაღაც ახალი ურბანული აზროვნების მორიგი სხერფლი გახდა. კარგი იყო ეს გასეირნება. აი, უფრო სუფთა რო იყოს, უფრო კარგი იქნებოდა. სხვათა შორის, აი, როგორც კი გაცდები რუსთავის და იქ აზერბაიჯანში ადრე სათევზაოთაც კი ვყოფილ ვარ, ბევრად სუფთაა ეს მტკვარი და ნუ აი, გამწმენდი ამდენი ეკოლოგიაზე, ამდენი კონგრესი და რა ვიცი, გაერო, ყველაფერი თითქოს, მაგრამ საქმეზე მაინც სუფთა რო იყოს, ეგეც უკვე რაღაც ისა და ბოთლები არ ეყაროს შიგნით და აუ ლევან, თქვენ რა გაქვთ იცი კიდე მოყოლილი ჩემთვის ნადკუროი რო იყო რესტორანი? აი ეს არის ნასაკონოვის ხიდის ბურჯზე გაკეთება. ნადკუროი იქით არის. იქით არის. იქით აქეთ და პირდაპირ ხტებოდნენო რო კი, ურბანული, არა, რა ურბანული ჩემი ნაცავი გადახდა და მთელი ცხოვრება ინვალიდად დარჩა და. ის იყო ნიძლავი რაღაცა და ეს ხო ყოველთვის ესეთი არ არის დღევანდელი. ჩვენ არ ვიცით ეხლა რო გადავხვდეთ იქ გვიშველის თუ არა ის რა ქვია. ანუ რამდენი ამბავი აქ ამ რამდენი რაღაცაა გასაგები და ნუ ეს მადლობთ ისაკოს ბაბუაჩემის სახელი ხვიებია თურმე და გადავხვდე. იმიტომ ჩაგეკითხე. კი, მე მადლობა. აქ წავიდეთ? მე უშაქრო. შაქრით გინდა ტყავა თუ უშაქრო? უშაქროთ. უშაქრო. თამაშხეკელის მწვანე ბივრიტი გააქვს ეგრე? კი მაქვს. აი ჩახედე და წაიკითხე ზურაბ ჭუბურიძე როგორ გადადის ტყვის ერთი ნაპირიდან, მე ძალიან ლიტერატურულად ძალიან დახვეწილად აქვს აღწერილი. თან აი რა არის 50 წლის თუ 40 წლების ახალგაზრდობა, როგორ უყურებს ამ ვაჟკაცობას თუ კაცობას. ხიდები და ხიდები. მამაჩემსაც გადაცურული აქვს, იმიტომ რატო იცი? ეციდან რომ ჩადიოდი, მაგას ერქვა პარომნი პრაიესტ. ანუ მე ხა მეჩნიკოვის ქუჩა დოდო აბაშიძის ქუჩიდან. ქვევით დაღმართი ხო ჩადის. ეგ რეალურად მტკვარში ჩადიოდა, სადაც იდგა ბორანი. მანდი იყო ერთი ბორანი პარომნი, ერთი მანდი იყო, მეორე იყო აი პირველი ის რკინიგზელების სახლი როა. სატივეს პირდაპირ, აი რომ ჩადიხარ 100 ბინიანი სახლი როა, გებუაძის ქუჩა, ტექნიკუმის ქუჩა იყო ჩემთვის. აი მანდი იყო კიდე ერთი ბორანი და ნუ იქ იყო სადაც ვახუშტის ხიდია, იქაც ნუ ხო ისეთი ადგილები იყო ეთყობა შერჩეული, სადაც შეიძლებოდა უფრო უკეთესი. მაგას ხო ძალიან საინტერესოდ ადგენდნენ როგორ და ისიც ხო. როდემდე იყო ეს ბორანი? რა არის რატომღაც სულ გონია რომ ეს ბორანი რაღაც დიდი ხანი იყო რა და არ ვიცი ხა შეიძლება ძალიან და კი ვარ უკვე ის 70 წლის ასე თქვა არ არის პატარა ასაკი, მაგრამ 70 წლის წინანდელი თბილისი ეს ორი ზოლია რა? რო გახსოვდეს სტადიონი უკეთესად მახსოვს ვიდრე ბორანი. მაგრამ მამა თქვენ მარ სად გადაცულა? სადღაც აი ადგილი იყო რა, თან თვითონ ჟორესის ქუჩაზე დაიბადა და ეხლა მარჯანიშვილის ქუჩა იქვეა და ანუ ჩვენ გვეკუთვნოდა თუმცა ცურვაზე მე მომიყვანეს ეგ აი ორთაჭალის ბოლოში იქ სადაც ჰესია იქ იყო ღია საცურაო აუზი. და გადაწყვიტეს რაღაც აღარ მე 6 კლასში ჩვენ ცოტა უნდა მოვმაგდეთ ფიზიკურად რა და რასაკვირველია გავცივდით და მე შემოთქვა რომ ერთ-ერთი შვილი ჯობია სახში იზრდებოდეს ვიდრე ორთაჭალის აუზზე. ძალიან კარგად ექნებოდათ გააზრებული რამხელა ქირურგიულ ჩარევას აკეთებდნენ ქალაქზე არა, როცა მადათოვის კუნძულს აქრობდნენ მაგალითად. იცი როგორ არის ეგ საქმე? ჯერ ესეთი ყველას ავიწყდება რა ასაკის იყო, თქვათ იგივე ზაქარია ქურდიანი, რომელიც ამ პროექტს აკეთებს 23-ის. მეორე მისი მეუღლეც იგივე ასაკისაა და ხელმძღვანელობს 33 წლის მალაზიომოვი ქალაქი რთული ორგანიზმია და თუ არ მიხედე ერთი ადამიანის ორგანიზმი ქალაქი
ეს არის რა. თავისი ნერვებით და ტვინი თავარია, რომ ტვინი თუ არ იყო, ტვინი თუ არ ეს არის ქსოვილსაც იმიტომ ვადარებთ, სულ რომ ქსოვილია, სათუთია. ნიკოლაძეს აი ბულვარის გაკეთება რო უდა და ლესელიძის და დიმიტრი ყიფიანი უფრო დინჯად ის ფიცხი ის არის იმერელია და ეს დინჯი ქართველი ეუბნება რომ ცირა ესე არ არის თან ორი კაცია ქართველი იმ სათათბიროში ყიფიანი და ნიკოლაძე დანარჩენი სულ არიან რუსები, სომხები, გერმანელები ყველა ჩვენ არ ვიცით ეს ისტორია კარგად რა. მაგრამ ნუ ყიფიანის პოზიცია გამოკვეთილია. ყიფიანი იცი რაშია რომ ყიფიანი ამას ყველაფერს წერდა. ეს წერილია, ეს არის პოლემიკა, მაგითაც არის ყიფიანი ჩემთვის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, საჯარო მოხელე, რომელიც სწორად უყურებს პრობლემას. დამოკიდებულება რეალურად ის კაცი უნდა გრძნობდეს ამ ქალაქს. და ჩვენ ახლა ვართ პროვინციალურ თბილისში, ბაბატიეთ, მაგრამ ესეა. დიდი ხანია უკვე რა. რომელმაც შეიძლება იციან რა არის ეს რაღაც კარგის გაკეთება, მაგრამ ფასი არ იციან რა არის თბილისის რა. აქ იყო ეს წყლის წისქვილები. აი ეს იყო თლიანად დასახლებული ადგილი იყო რა. ნუ თავისი თავარი ქუჩით რა ქვია ვეცერს თუ მეიერს კონდათ რაღაცა სახლები და ისეთი აქ იყო თივის მოედანი. გარემ თუბანს შევხედოთ თუ ძველ ქალაქს. ძველს. აი ნახეთ ეს ადგილი, აი რაღაც ეს მართლა ფრაგმენტივით არის, ნაგლეჯივით არის რა. აი მირზა შაფი აქედანაც კი ჩანს რომ უკვე რაღაც ისეთი ჩარევა რომ კი არა ვარ ამ მაგრამ სხვაგან გააკეთე რა ეს დატოვე რაღაც ერთი ნაწილი რომ თქვა ნახე აი თვითონ რელიეფზე რამდენია რა ხეც არის, ფერდიც არის, ბუჩქიც არის, გეოლოგიაც არის, ყველაფერია და გამოაჩინე არ გიჩენია ამ რაღაცა ნუ შენობა რა გააკეთა მაგ შენობა მე ხლა რა ბირო გრძელი და ძალიან კომპლექსური პროცესია რა და ეს აი ხო და ყოველთვის უნდა რომ სწრაფად რაღაცა გადაწყვიტო და მე après moi le déluge რომელმა ლუდოვიკომ თქვა არ მართლა ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა